რას ემსახურება ჩქაროსნული გზატკეცილი, რამდენად გაზარდა რუის აგარას მონაკვეთმა გამტარუნარიანობა და კონკრეტულად როგორ გააუმჯობესებს რეგიონში ეკონომიკურ მდგომარეობას. თემაზე ეკონომეტრის სტუმარია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ გასვიანი. ბატონო ნუგზარ, მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონო ნუგზარ, რუის აგარის მონაკვეთი ნაწილია ჩქაროსნული გზატკეცილის, იგივე ავტობანის, რომლის მშენებლობაც 2006 წელს დაიწყო. რა ეტაპზეა მაგისტრალის მშენებლობა და ამჟამად რომელ მონაკვეთზე მიმდინარეობს მუშაობა? დიახ, რუის აგარ არის ერთ-ერთი შემადგენელი სეგმენტი მთლიანად S60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა. ეს სეგმენტი იწყება წითელი ხიდიდან და მთავრდება ფოთის არხის მიმართულებით. ამ პრაქტიკულად 20 კილომეტრიანი მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით უკვე კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა წინ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უზრუნველყოფისათვის, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის უზრუნველყოფისათვის. ამ წუთას მე მოგახსენებ თუ რა ვითარება გვაქვს შემდგომ მონაკვეთებზე. აგარა ამჟამად გრძელდება სამუშაოები ზუსტად აგარის გაგრძელებიდან ზემოუსიაურისაკენ 12 კილომეტრიან მონაკვეთზე. მის შემდგომ არის ხაშურის შემოვლითი გზა. ხაშურის შემოვლითი გზაზე ჩვენ უკვე უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ ტენდერს, სამშენებლო ტენდერს მშენებლობაზე. ეს იქნება რიკოთის გვირაბამდე. რაც შეეხება რიკოთიდან ზესტაფონამდე, გასულ კვირას უკვე მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება და იწყება დეტალური პროექტირება რიკოთი ზესტაფონის საავტომობილო გზის ჩქაროსნული საავტომობილო გზის მონაკვეთისა. ბატონო ნუგზარ, როდისთვის იგეგმება მთლიანი სამუშაოების დასრულება და რა სახის ჩქაროსნული გზატკეცილი ექნება ქვეყანას საბოლოოდ? ქვეყანას საბოლოოდ ექნება თანამედროვე სტანდარტების გზატკეცილი, ეს იქნება 4-ზოლიანი საავტომობილო გზა, სადაც იქნება მაქსიმალურად უზრუნველყოფილი საავტომობილო მოძრაობის საფრთხეების სტანდარტები, იქნება მაქსიმალურად შემცირებული გადაადგილების სიჩქარეები და იქნება გაზრდილი გამტარუნარიანობა. კარგად მოგეხსენებათ, რომ რეალურად პრაქტიკულად 4-ზოლიანი საავტომობილო გზა რა ასე ვთქვათ, როგორ ზრდის გამტარუნარიანობას, რაც შეეხება დასრულების თარიღებს. ჩვენ ვარაუდობთ, რომ დასრულება სავარაუდოდ მოხდება 21-22 წლისათვის. ეს იქნება ეტაპობრივად, იმიტომ რომ ამ ეტაპზე შესასვლელი არის ექსპლუატაციაში ჯერ ზესტაფონის ქუთაისის მონაკვეთის, შემდეგ სამტრედია გრიგოლის მონაკვეთები, ბათუმის შემოვლითი, ქობულეთის აჭარის შემოვლითი გზა და ბათუმის შემოვლითი გზა. შესაბამისად, ეს არის საკმაოდ ასე ვთქვათ რთული დიდი სამშენებლო საქმიანობა. ეს არის გათვლილი რამდენიმე წელიწადზე და მისი განხორციელება ასევე დამოკიდებულია თვითონ მშენებლობის პროცესში გამოვლენილ სხვადასხვა გეოლოგიურ თუ სხვა სირთულეებზე, რომელიც გარკვეულწილად რა თქმა უნდა იწვევს გარკვეულ კორექტირებებს თავისი სირთულიდან გამომდინარე, რომ საქართველოს გადის ურთულეს საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გადის რთულ გეოლოგიურ და გეოგრაფიულ პირობებში. ბატონო ნუგზარ, რამდენადაც ცნობილია ავტობანის მშენებლობა ჯდება საკმაოდ ძვირი. სოლიდური საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარჯია ბიუჯეტში, ხდება ასევე საგარეოვალების აღებაც. კონკრეტულად რა უჯდება ქვეყანას ჩქაროსნული გზატკეცილი და სანაცვლოდ რას ველით ეკონომიკის განვითარების კუთხით, რითი დაეხმარება ის ადგილობრივ ბიზნესს და რა შეღავათებს მის მოსახლეობას? პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ თვითონ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პერიოდში ეს ძირითადად შენდება დონორების დაფინანსებით. პრაქტიკულად დასაქმებულთა იმ შემთხვევაში თუ იგებენ ტენდერებს საერთაშორისო კონტრაქტები, მათ ჩადებული აქვს პირობებში, რომ დასაქმებულთა მინიმუმ 70% უნდა იყოს ადგილობრივი მოქალაქე, მაგრამ როგორც წესი ეს პროცენტი გაცილებით მეტია. უკვე დაწყებული თვითონ დასაქმებიდან მშენებლობის პერიოდში. ამის შემდგომ უკვე ხდება მიმდებარე ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რეალურად დაკავშირება ვთქვათ აღმოსავლეთ დასავლეთ საქართველოს შორის იყოს გაცილებით სწრაფი და ამავე დროს ეს არტერია საბოლოოდ როგორც თავიდან აღვნიშნე არის S60 მაგისტრალის შემადგენელი. აბრეშუმის ეგრეთ წოდებული სარტყელის შემადგენელი სეგმენტი, რომელიც იწყება ევროპაში, გადის ამიერკავკასიაში, შუა აზიის ქვეყნებით მიემართება ჩინეთისაკენ. ეს უკვე იმის შემთხვევაში, როდესაც გახდება მოძრაობა უსაფრთხო და გამტარუნარიანობა პრაქტიკულად გაიზრდება 4-ჯერ, ვიდრე ამჟამად არის, ეს რეალურად გაზრდის თავისთავად როგორც შემოსავლებს, ასევე გაზრდის იქნება როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი გავლენა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. და თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მაგისტრალით მოხდება მთლიანი საქართველოს ათვისება ყველა მიმართულებით.
ეს არის ეგრეთ წოდებული არტერიული მაგისტრალი, რომელიც იქნება გათვლილი შავი ზღვიდან აზერბაიჯანის საზღვრისაკენ და სომხეთის საზღვრისაკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ასე ვთქვათ გავჩერდებით, იმიტომ რომ ამ მაგისტრალის სრულყოფილ ფუნქციონირებაში უკვე რეალურად შემდგომ დაჭირდება უკვე დამატებითი განვითარება ეგრეთ წოდებული მეორე საერთაშორისო მნიშვნელობის და შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის გზების ქსელებისა და შესაბამისად აუცილებლურ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოხდეს მოდერნიზაცია სხვა მიმართულებითაც, ანუ ეს იქნება ძირითადი ღერძი, რომელსაც იქნება მიბმული დანარჩენი საავტომობილო გზების ქსელი. ეს თქვენ შეგვიძლია თავისუფლად ნახოთ, თუ შევხედავთ რუკას, რომელიც ჩვენ გვერდზე არის, რომ როგორ არის ეს ჩხაროსნული ავტომაგისტრალის მიმართულება და როგორ არის მასზე მიერთებული გზები, ვთქვათ, რომ დავიწყოთ ქვემო ქართლიდან, ცხეთათიანეთიდან, ლარსის მიმართულებიდან, ახალციხე-ვალეს მიმართულებიდან, კარწახის მიმართულებიდან, ეს ყველა არის სასაზღვრო გადასასვლელი პუნქტები. ასევე გუგუთის მიმართულება, ნინოწმინდის მიმართულება. რეალურად აქ თავი უნდა მოიყაროს იმ ავტოტრანსპორტმა, რომელიც იმოსავებს ევროპისაკენ და შუა აზერბაიჯანის, შუა აზიის და ჩინეთის მიმართულებით. ბატონო გზარ, თქვენ უკვე ისაუბრეთ რიკოთის მონაკვეთის შესახებ, თუმცა რო დაუბრუნდეთ ამ საკითხს, რამდენადაც არის ცნობილი გზატკეცილის ყველაზე რთული მონაკვეთი, სწორედ რიკოთის ზესტაფონის მონაკვეთია. ცოტა ხნის წინ განხილვის საგანი გახდა რიკოთზე ინვესტორის შემოყვანის საკითხი. რა ეტაპზეა დღეს ამ მონაკვეთთან დაკავშირებული სამუშაოები და თუ არის ცნობილი სავარაუდოდ რა დაჯდება რიკოთის მონაკვეთი და როდისთვის იგეგმება მისი დაწყება? წეგან როგორც მოგახსენეთ, რიკოთის ზესტაფონის მონაკვეთზე უკვე ჩვენ დავიწყებთ სატენდერო პროცედურებს, რომ დავიწყოთ დეტალური პროექტირება მთლიანად რიკოთის ზესტაფონის 50 კილომეტრიანი მონაკვეთისა. ეს თვითონ სამუშაოები უშუალოდ წინასწარი შეფასებით სავარაუდოდ რიკოთიდან ზესტაფონამდე დაჯდება 800 მილიონი დოლარის ფარგლებში. ეს არის სავარაუდო შეფასება, აქ შეიძლება იყოს ნაკლებობისკენ და შეიძლება იყოს მეტობისკენ ეს ციფრი. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების დაწყებას, მას შემდეგ რაც იქნება უკვე დასრულებული ეს დეტალური პროექტი, ჩვენ ვარაუდობთ, რომ დეტალური პროექტის პირველი ნაწილი უკვე 2017 წლისათვის იქნება დასრულებული, ანუ ეტაპობრივად მოხდება მათი დასრულება და შემდგომ მოხდება ეტაპობრივად უკვე ტენდერების გამოცხადება სამშენებლო მონაკვეთზე. იმიტომ რომ კიდევ გინდა რომ გავიგოთ, რომ ასე ვთქვათ, განაცხადოთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთი და ეს არ არის ვთქვათ, როგორც გეოლოგიურად, ასევე რელიეფურად არის ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთი და შესაბამისად დეტალური პროექტის მომზადების ხრივაც არის ერთ-ერთი ურთულესი. მან პრაქტიკულად ჩვენ უნდა მინიმიზაცია გავუკეთოთ ყველა შესაძლო რისკებს, რომ აცილებული იქნეს მაქსიმალურად მოსალოდნელი რისკები უკვე მშენებლობის პერიოდში და რაც მოითხოვს გარკვეულ დროს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვარაუდობთ, რომ სრულად პროექტის დასრულებას დაჭირდება 1 წლიდან წელიწადნახევრამდე და შემდგომ უკვე ეტაპობრივად იქნება გამოცხადებული ტენდერები მშენებლობაზე. ბატონო გზარ, ცოტა ხნის წინ გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რიკოთის მონაკვეთი შესაძლოა გახდეს ფასიანი. ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ უთხრათ მოსახლეობას? ანუ ეს იქნება ფასიანი სატვირთო გადაზიდვებისთვის, ტრანზიტულისთვის თუ ყველა ადამიანისთვის? ამ ეტაპზე დღესდღეობით ამ ეტაპზე ეს არ განიხილება მისი ფასიანი, მაგრამ რაც შეეხება როცა დამთავრდება, დასრულდება უკვე და გახდება მთლიანად 4-ზოლიანი, ჩვენ ეს იქნება უკვე განხილვის თემა, ანუ ამ ეტაპზე თუ როგორი ფასიანი იქნება ეს, ამ ეტაპზე ჩვენ დეტალურად ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ამას სჭირდება შესაბამისი შესწავლა, შესაბამისი წინადადების წარმოდგენა. აღნიშნულთან დაკავშირებით საავტომობილო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს მსოფლიო ბანკთან და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ გავაკეთებთ შესაბამის ჩავატარებთ შესაბამის კვლევებს, მომზადებთ შესაბამის წინადადებებს და უკვე როცა მომზადება რამდენიმე ვარიანტი, ვთქვათ, ფასიანი მაგზამ როგორ უნდა იმუშაოს, ამის შემდგომ იქნება განხილული უკვე ასე ვთქვათ, ფასიანი გზის საკითხი. მაგრამ ამავე დროს ნებისმიერ შემთხვევაში თუ კი ფასიანი იქნება გზა, უკვე ჩვენ გვექნება ჩვენ უნდა გქონდეს აუცილებლად ალტერნატიული მიმართულება. სწორედ აღნიშნულ საკითხზეც ამ ეტაპზე მუშაობთ აქტიურად. პარალელურად არის შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის გზა, რომელიც იწყება ჩუმათელეთში და გადის ხარაგაულიდან ძირულას მიმართულებით. აღნიშნული გზის დეტალური პროექტირება იწყება უკვე 2016 წელიწადს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2017-დან ეტაპობრივად დავიწყებთ სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო მშენებლობას
მშენებლობას აღნიშნულ მონაკვეთზე. ესეც არის 50 კილომეტრიანი სეგმენტი, რომელმაც უნდა შეასრულოს. იმ შემთხვევაში თუ რიკოტის საავტომობილო გზა გახდება ფასიანი, ან უნდა შეასრულოს მისი ეგრეთ წოდებული უფასო ალტერნატიული გზის ფუნქცია. გასაგებია ბატონო გზა, რაც შეეხება მომავალ წელს, როგორ მოხდება მომავალ წელს გზების ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებული 9 მილიარდზე მეტი თანხის ათვისება? რა პროექტების განვითარებას გეგმავთ? ჩვენ როგორც ძირითადად ჩვენი სეგმენტი ბიუჯეტის დაახლოებით 60%-მდე შეადგენს მშენებლობა. მე მოგახსენეთ, რომ ამჟამად მშენებლობა მომდევნო წელს გაგრძელდება აგარა ზემოოსიაურის მონაკვეთზე, ასევე ზესტაფონი ქუთაისის მონაკვეთი, სამტრედია გრიგოლეთის 51 კილომეტრიდან სამლოდზე იქნება აქტიური სამუშაოები, ეს არის ჯამში 39 კილომეტრიანი სეგმენტი და ასევე გაგრძელდება სამუშაოები აჭარის შემოვლითი გზის მეორე ლოდზე, რომელიც მიდის ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბამდე. ამავე დროს, როგორც წეღან თქვით, იქნება გამოცხადებული ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობის ტენდერი. ამის გარდა გაგრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვენ შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე. ეს შეეხება უკვე იმ მონაკვეთების, ასე ვთქვათ, მთლიანად აღდგენა რეაბილიტაცია, რომლებიც ხრეშოვანშია და ასევე გეგმიურ პერიოდული შეკეთების სამუშაოებს, რომელსაც საჭიროებს გზები ცალკეული მიმართულებით ხანდაზმულობიდან გამომდინარე. ასევე ჩვენ ვაგრძელებთ პერსპექტიული პროექტების მომზადებას. ჩვენ მომდევნო წელს, როგორც ვთქვით, მომზადდება დეტალური პროექტი რიკოთი ზესტაფონის მონაკვეთზე და ასევე გრიგოლეთიდან ჩოლოკამდე და გრიგოლეთიდან ფოთამდე დაიწყება დეტალური პროექტირების მომზადება. ესეც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია S60 და S70 ტრანზიტული ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა. ბატონო გზა, ყველაზე პრობლემური გზები მაინც რეგიონებშია, განსაკუთრებით მაღალმთიანეთში, როგორც თავად აღნიშნეთ, ჩვენი ქვეყნის გზების მოწესრიგება თუნდაც მთიანი რელიეფის გამო არის საკმაოდ რთული. სწორედ აქედან გამომდინარე, რამდენად საკმარისია ეს თანხები, რაც გეძლევა და რა პერიოდში მოახერხებთ არსებული თანხებით ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგებას? ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული დაფინანსების გეგმაზომიერი და სწორი გამოყენების შემთხვევაში ამ ეტაპზე არის ადეკვატური მოთხოვნილებისა, რაც არის გზებთან დარჩენილი სარეაბილიტაციო გზები ქვეყნის სხვადასხვა მაღალმთიან რეგიონებში. როგორც პრაქტიკულად ცნობილია უკვე საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ქსელიდან საერთაშორისო მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია პრაქტიკულად დასრულდება ძირითადად 2016 წელს. ჩვენ ამ ეტაპზე საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე დარჩენილი გვაქვს კაზრეთი-გუგუთის მიმართულება, სადაც უკვე ორლოდზე დაწყებული არის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რაც შეეხება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ქსელს, ჩვენ სადღაც 60%-მდე გზების ქსელი, 60%-ზე მეტი გზების ქსელი უკვე რეაბილიტირებული გვაქვს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძირითადად შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელი ისე ვამბობ, ძირითადად 2020 წლისთვის ალბათ უნდა იყოს რეაბილიტირებული და შემდეგ უნდა გადავიდეთ თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულყოფილ შენახვაზე. ძალიან დიდი მადლობა. ნუგზარ გასვიანი საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო.